მე მოპატიეთ დედებო, რომლებიც ახლა მკვდარ გოგოებს დასტირით, იმიტომ რომ თქვენი ბრალია. იმიტომ რომ როცა შვილი მოგტაცეს, მასთან დატოვეთ ხალხი რა სიტყვისო. იმიტომ რომ როცა ქმარი აგინებდა და შვილი შემოგჩიოდათ, პასუხობდით, მამა შენიც ეგრე არ არისო. იმიტომ რომ როცა ქმარის სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევ, მეზობლები რა სიტყვიანო. იმიტომ რომ გოგო რომ გაათხოვეთ, სახლი ბიჭს დაუტოვეთ, წესია ასეთიო. გოგოს კი ყველა გზა მოუჭერით, უკან მოსაბრუნებელი. მე მოპატიეთ თავწაკრულო დედებო, მაგრამ ვერ გამართლებთ ახლა რომ დგახართ და კამერების წინ იხოგავთ სახეს. არ მეწოდებით, იმიტომ რომ არ დაუდექით გოგოებს გვერდით. როცა ისინი შოლას გთხოვდნენ, უკან უშვებდით. ნათესაობა რა სიტყვისო. მე 55 კილოგრამი ვარ, მაგრამ ვიქცევი 100 ტონა მეწყრად, თუ კი ვინმე შეეცდება ჩემი გოგოს დაჩაგვრას. მე 55 კილოგრამი ძვალი ხორცი და სისხლი ვარ, მაგრამ ვიქცევი 55 კილოგრამ ტროტილად, თუ კი ვინმე ჩემ გოგოს ატირებს. ვერ ვისწავლეთ დედებმა გოგოების დაცვა, ჯერ მამებისგან, მერე ძმებისგან, ბოლოს ქმრებისგან. გოგოების ნამუს ვუფრთხილდებით არა. მე მოპატიეთ მოტირალო დედებო, მაგრამ ვერ გაგამართლებთ. როცა თქვენი გოგო წაიქცეოდა ბავშვობისას, მუხლს გაიტეხდა, ტირილით მოგადგებოდათ, განა თქვენისევი მათგილას მიგყავდათ, ხელს კრავდით და მეორე მუხლსაც უტეხდით. ხო წმენდით სისხლს, ჭრილობას უხვევდით, მუხლზე კოცნიდით, რომ მორჩენოდა და რა მოხდა მერე? რა შეიცვალა? ქმრისგან გატეხილ ტურს თვითონ მოუვლის არა? ეგ ადველია. მე მოპატიეთ დედებო, ახლა რომ დასტირით თქვენ ლამაზ, მაგრამ მკვდარ გოგოებს. ზოგი რომ თოკზე კონწიალობს, ზოგს რომ შუბლი აქვს გახრადელი, ზოგს რომ ყელი აქვს გამოჭრილი, ზოგს რომ ცეცხლი უკიდია და მარტო ვერ აქრობს. მე მოპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიცოდებთ, იმათ სიკვდილში თქვენ ცურევი ხართ. დედა